სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ეს ეკლესია იგონებს მართლა მამებს იმ ადამიანებს, ვინც შემოინახა გარკვეული ღვთისგან უკიდურესად დაშორებული სამყაროში რწმენა ჭეშმარიტი ღმერთისა. ადამიანებს, რომლებიც მიუხედავად მათ გარშემო არსებული საოცარი უღმერთობისა ინარჩუნებდნენ ზნეობას, ინარჩუნებდნენ სარწმუნოებას და ადიდებდნენ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს. ესენი იყვნენ აბრაამი, ისააკი, იაკობი, ნოე, დანიელ წინასწარმეტყველი, სამი ღრმად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მათი უშუალო ღვაწლით შენარჩუნდა და არ დაიკარგა ჭეშმარიტი ღმერთის სწავლება და მოვიდა ჩვენამდე. ჩვენც, რა თქმა უნდა, ვალდებულნი ვართ ჩვენი რწმენა შეურყვნელად გადავცეთ ჩვენს შთამომავლებს. იმიტომ რომ ამაზე არის დამოკიდებული კაცობრიობის ბედი. მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ადამიანი კაცობრიობის ისტორიის ამა თუ იმ ეპოქაში, ადრე თუ გვიან ის სიტყვები აღსრულდება, ამ სამყაროს არსებობა ისეთად, როგორადაც ჩვენ მას ვცნობთ, დასრულდება ქრისტეს მეორედ მოსვლით, მთელი კაცობრიობა განისჯება და ყველა ადამიანს მისი საქმეების მიხედვით მიეწოდა, მისი სარწმუნოების მიხედვით მიეწოდა. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის სულის ხონებისთვის, გადარჩენისთვის, აი იმ დღეს, რომ ის ღვთის მარჯვნივ დადგეს და რომ მოისმინოს უფლის სიტყვები, ურთხევნო მამისა ჩემისა, მოვედით და დაჯექით ჩემს მარჯვნივ. დაიმკვიდრეთ სასუფეველი, რომელიც არის თქვენთვის გამზადებული. ეს სიტყვები რომ მოისმინოს, აუცილებელი არის ორი რამ. ადამიანს ჰქონდეს რწმენა ერთი ჭეშმარიტი ღმერთისა და ადამიანი იქცეოდეს და ცხოვრობდეს ცხოვრებაში ამ რწმენის შესაბამისად. ვერც მხოლოდ საქმეები აცხონებს ადამიანს, ეს სწავლება ეკლესიის და ვერც მხოლოდ რწმენა. ცალ-ცალკე ესენი ვერაფრის მაგნისი ვერ არის. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ საქმეს არანაირი ფასი არ აქვს, თუ ის ერთი ჭეშმარიტი ღვთისთვის აკეთდება და ამ რწმენით აკეთდება და მეორე, რომ რწმენა მკვდარია კეთილი საქმეების გარეშე. აი ღმერთს უნდა ვევედროთ თითოეული ჩვენთაგანი, რომ ეს ორივე მოგმართოს ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, რომ როდესაც აქედან გავალთ, ამ ქვეყნიდან გავალთ, შეგვეძლოს გულწრფელად თქმა იმისა, რომ მე ვცდილობდი, უпроსურეთ მოდით ესე ვთქვათ, რომ მე ნამდვილად მდეფრა ჭეშმარიტი სარწმუნოება და ვცდილობდი მთელი ჩემი ძალებით, რომ მისი შესაბამისობით ეცხოვო. აი ამ ორი რამის თქმა თუ შეგვეძლება, როდესაც გავალთ ამ ქვეყნიდან, მაშინ უფალი თავისი კაცთმოყვარებით ჩვენს იმ უამრავ ცოდვას, რომელსაც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ჩავდივართ, აუცილებლად გვაპატიებს. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ არ არის ისეთი ცოდვა, რომელსაც ღმერთი ვერ გვაპატიებს და ვერ გადააჭარბებს ადამიანის უსჯულოება ღვთის კაცთმოყვარებას. ამას ვერ გადავაჭარბებთ. აი რაც არ უნდა მძიმე ცოდვილი იყოს ადამიანი, თუ ის წმენით მიიღებს იესო ქრისტეს და შეეცდება, რომ თავისი ცხოვრება აი მას შემდგომ, რაც მან შეიცნო ქრისტე გაატაროს ღვთის სადიდებლად, მაშინ ასეთი ადამიანს ღმერთი აუცილებლად შეიწყნარებს და ამის იმედი გვაქვს თითოეულ ჩვენთანაც. ამ იმედით ვართ ეკლესიაში, რომ სხვანაირად აბა ის იმედიღა უნდა გქონდეს ჩვენ ცოდვას. დღეს მინდა ასევე გესაუბროთ
ვფიქრობ არ არის შორს აი ამ ყველაფრისგან ეს საკითხიც დღესასწაულზე, რომელიც ალბათ თამამად შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის, ალბათ უმრავლესობა ქვეყნებში. ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ მნიშვნელოვანი არა იმიტომ, რომ მას რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა და არსი აქვს. მნიშვნელოვანი ჩვენი დამოკიდებულებიდან გამომდინარე მის. თორე თავის არსში ამ დღესასწაულს არაფერი არ აქვს. გულისხმობ ახალი წლის დღესასწაულს. არსობრივად ეს დღესასწაული ბავშვური თამაშია და სხვა არაფერი. აი დავფიქრდეთ თუ ესე არ არის. რას ვაკეთებთ ამ დღეს? შევიკრიბებით, ველოდებით შუაღამეს, დიდი რუდუნებით, წელი წლის ნაჯაფს ლამის ჩავახარჯავთ ამ დღის შესახვედრად, ბავშვებს არ ვაძინებთ, რომ შეხვდნენ ამ დღესასწაულს. მოვაროთ 12 საათი, ავიღებთ ხელში ჭიქებს, უჭაფუნებთ ერთმანეთს, სვავთ, ცეკვა, თამაში დილამდე. სმა, დროს ტარება, ეთილი სურვილები ერთმანეთის მიმართ. უსურვებთ ყოველივე კარგს. ამ ყველაფერს მნიშვნელობა და აზრი ეკნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აი ეს ყველა წყალობა, რომელსაც ერთმანეთს უხვად ვლიგებთ, ჩვენს ხელთ იქნებოდა. როგორ ვიქცევით იცით? თითქოს აი ღმერთს გამოვართვით მთელი წყალობა, რაც მას აქვს. კაცობრიობაზე გადმოსავლენ და ჩვენ ვიგებთ ერთმანეთს. ერთ-ერთს მიცემთ, მეორეს მიცემთ. თითქოს გამოვტაცეთ ღმერთს ხელიდან ეს ყველაფერი და ჩვენი დასარიგებელია. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. თუ ამის ძალა ჩვენ გვაქვს, რომ ჩვენ წავართვათ ღმერთს ეს და ჩვენ დავარიგოთ, მაშინ კარგია. თუ ესე არ არის, მაშინ ეს სხვა არაფერია თუ არა ბავშვური თამაში. მაგრამ მარტო ბავშვური თამაში რომ იყოს, ესეც კიდე არაფერი ისეთი არ იქნება. ჩვენ წეღან აღწერე, როგორ ხვდებით ამ დღესასწაულს, ხო? თუ ცოტა შემოვატრიალებთ და რაღაცნაირად შევეცდებით გავუგოთ ამ დღესასწაულს, მაშინ ვიფიქრებთ ასე, რომ თუ ღმერთმა ერთი წელი გვაჩუქა, ამისთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს. და ვადიდებდეთ ღმერთს და მოუხადოთ მადლობა ხელები აღვაქვთ და თქვათ, რომ დიდება და მადლობა ღმერთო, რომ ერთი წელი ჩვენი ცოდვების და მიუხედავად გვაჩუქე და მადლობა იმისთვის და დიდება შენ, რომ კიდევ მეორე წელში შეგვიძღვე. და გთხოვთ უფალო, რომ ეს წელიც მშვიდობით გაგვატარებინა. და აი ამისთვის რომ ვიკრიბებოდეთ ერთად, ამის 12 საათზე ვთქვათ, რომ აი ოჯახები შევიკრიბეთ, მოდი ერთად ვილოცოთ, ვადიდოთ ღმერთი, მადლობა მოუხადოთ წინა წლისთვის, გთხოვოთ რომ მეორე წელიც მშვიდობით გაგვატაროს, აი კარგით კიდევ, აი ამას რაღაცა აზრი ექნებოდა, მაგრამ ესე ხო არა. ამ დღეს ხომ ჩვენ არ ხვდებით როგორც რაღაც ჩვეულებრივ სხვა დღეს. რა გართობა სხვა დღეს არ შეგვიძლია? დროს ტარება სხვა დღეს არ შეგვიძლია? რა თქმა უნდა შეგვიძლია, მაგრამ რატომღაც გამორჩეული იქნა ეს დღე. ეს დღე შემთხვევით არ იქნა გამორჩეული. ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ქვეყნის ისტორიის, არა მარტო საქართველოს, ზოგადად გულისხმობ, სხვადასხვა ქვეყნების, მსოფლიოს სამყაროს. ახალი წელი აღინიშნებოდა სხვადასხვა დროს. ეს იყო 1 მარტი, ეს იყო 1 სექტემბერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ არ მეშლება დღესაც არიან ქვეყნები, რომელთაც ახალი წელი სხვა დროს უდგება. აბა რატო იქნა გამორჩეული ეს დღე? აი ეს კითხვა უნდა დაუსვას ადამიანს. ახალი გამორჩეული არ გეგონოთ ეს ძალიან ძველი გამორჩეულია, მაგრამ მობრუნდა ეს დღესასწაული თუ ახლა რამოდენიმე 1-2 საუკუნის. ამ კითხვას უნდა დაუსვა, აი ეს კითხვა უნდა დაუსვა თითოეულმა ჩვენთან. რატომ მოვიდა ეს დღესასწაული? რატომ 1 იანვარს? რატომ? აი ეს კითხვა უნდა და რატომ ხვდებით ესე თითქოს რაღაცა, აი მოდით გულწრფელად ვაღიაროთ, აი პირუთვნელად განსაჯოთ, ვთქვათ, ეს ჩვეულებრივი დღეა? თუ რაღაცნაირად ისე ხვდებით ამ დღესასწაულს, აი მართლა თითქოს რამეა ამაზე დამოკიდებული.
ესე ვხვდებით, უმრავლესობა ესე ხდება ყოველ შემთხვევაში. რომ ამ დღეზე რაღაცა არის დამოკიდებული, იმიტომ ვემზადები ესე ძალიან. და მართლაც ესეა. ჭყალებში რა თქმა უნდა. ეს დღესასწაული მე ადრეც მიყვანს და გავმეორდები. არ არის ეხლა მოგონილი. და არ არის სათამაშო დღესასწაული. ეს არის იანვარიუსის დღესასწაული. ორსახა ღმერთი იყო ასეთი ერბი, რომელიც ასე გამოისახებოდა, ერთი სახე უკან იყურებოდა, მეორე წინ იყურებოდა, ეს ნიშნავდა აი ამ გზა გასაყარს დროის. და ამ დღესასწაულს ხვდებოდნენ სწორედ ისე, როგორც დღეს ხვდება უმრავლესობა ახალ წელს. ერთ-ერთში არაფერი განსხვავება არ არის. სწორედ ასე სუფრა უნდა გაშლილიყო მაქსიმალურად მდიდრული, ვისაც როგორ შეეძლო ისე მდიდრულად შლიდა ამ სუფრას, იყო კეთილი სურვილები ერთმანეთის მიმართ, იყო სმა, დროსტარება, ზღვარგადასული და იყო რწმენა იმისა, რომ როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, ისე გაატარებდნენ მთელ შემდეგ წელს. აი თუ ჩვენი ამ დღის დღესასწაული ასეთი არის და ამას ემსგავსება, მაშინ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ძალიან კარგად დავფიქრდეთ. აი იმ კეთილი სურვილების შესრულებას უკვე იესო ქრისტესგან აღარ უნდა ველოდოთ. იმიტომ რომ ეს მას არ ემსახურებოდა ეს დღესასწაული. უნდა ველოდეთ აი იმ ღმერთებისგან, ვისაც ემსახურებოდა. იგივე იანვარიუსისგან, იგივე ბახუსისგან. ვინ იყო ბახუსი? ბახუსი იყო ღმერთი სიმთვრალისა და დროსტარებისა. უნდა ველოდეთ ჩვენი სათხოვარის და კეთილი სურვილების აღსრულებას ვენერასგან, რომელიც იყო გარყვნილი დროსტარებისა და ხორციელი სიამოვნებების ღმერთი. იმიტომ რომ ამ დღესასწაულს როგორც ჩვენ ხვდებით, ეს მათი მსახურებაა და არა ქრისტეს მსახურება. აი ამაზე თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალიან ღრმად უნდა ვიფიქროთ. ჩვენი ცხოვრება არ არის თამაში. დრო, რომელიც ჩვენ ღმერთმა მოგცა, არ არის ეგრე იოლად დასახარჯი, რომ ასეთ რამეებში ხარჯოს ადამიანი. არც ჩვენ არ უნდა დავხარჯოთ, არც ჩვენ არ უნდა ვეთამაშოთ ამას, იმიტომ რომ რამდენი გვაქვს მოცემული ეს დრო არც ერთმა არ ვიცით. არც ერთმა ჩვენთაგანმა არ ვიცით. და ნახეთ რა საოცარი არის, ხო? ამ დღესასწაულს დიდი პატარა ყველა ხვდება. აუცილებლად თან ღამის გაათევინებენ პატარა ბავშვსაც კი რო შეხვდება. როდესაც დედა ეკლესია ახალ წელს აღნიშნავს 1 სექტემბერს, მაშინ ეკლესიაში მაქსიმუმ 3 კაცი თუ მოვა. აი როცა მართლა ლოცავს წელიწადს ეკლესია, როდესაც წირვაა დაყენებული და სპეციალური ღვთისმსახურებაა შედგენილი იმისათვის, რომ დაილოცოს, მადლობა მოუხადოს ღმერთს ადამიანმა იმისათვის, რომ წელი გაიარა და სთხოვოს ღმერთს, რომ ბედნიერად გაატაროს შემდეგი წელი. ამ დღეს 2-3 კაცი არ იქნება ეკლესიაში. რატომ? იმიტომ რომ აქ არ ხდება სმა, დროსტარება, ჭამა, კეიფი. ეს არ არის, ეს არ უნდა ადამიანს. ადამიანს ურჩევნია დალიოს, დრო გაატაროს, იცინოს, იკისკისოს. და წეღან თქვით, რომ დღეს არის მართალთა მამათა ხსენება, შემდეგ კიდევ იქნება წმინდა მამათა ხსენება. ეს რატო დაალაგა ღმერთმა ეკლესიამ? იმიტომ რომ ქრისტეს შობა მოდის და უნდა რომ შეგვახსენოს ჩვენ ვისი შთამომავლები ვართ. აი ჩვენ ხშირად გესმით ეკლესიაში ღმერთო მამათა ჩვენთავ. აი ამ მამებზე არის ლაპარაკი. იმ მამებზე, ვინც ღმერთს ადიდებდა. ძალიან გთხოვთ, წაიკითხეთ მათი ცხოვრება. თუ რომელიმე მათგანი ამაოდ ფუჭად კარგავდა თავის ცხოვრებას. არც ერთი მათგანი. თითოეულმა მათგანმა ცხოვრება გაატარა შრომაში, ჯაფაში. თითოეული მათგანი იყო დევნილი თავისი სარწმუნოებისთვის. არც ერთი მათგანი არ იყო ამ სულისკვეთების, რა სულისკვეთებასაც ეს დღესასწაული დღეს ჩვენ გვთავაზობს.
ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ არც ერთ დღესასწაულს ზერელით არ მოიგებთ. არც ერთი დღესასწაული არ იზეიმოთ ისე თუ არ გაიაზრებთ, რას ზეიმოთ და როგორ ზეიმოთ. იმიტომ რომ თავს ღვთისწინაშე თავს ვერ გაიმართებთ, იმით რომ იცით რა, მე ისე ხა ამას სერიოზულად არ ვდგებოდი, არა ბატონო. ამით თავს ვერ გაიმართებთ ღვთისწინაშე. იმიტომ რომ ღმერთი გეტყვის, რომ კაცო, შენ ამბობდი, რომ შენ ხარ ქრისტიანი. რას ნიშნავს ქრისტიანი? შენ ხარ თაყვანისმცემელი იმ ღვთისა, რომელმაც ჯვარცმა დაითმია, რომელმაც ნაღლის გემო და ძმრის გემო იწვნია ჯვარზე შენთვის, რომ შენ აი მაგ მორევიდან გამოეხსენი, რაზეც წელამ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ შენთვის ეთქვა, რომ იანუარიუსის კერპი კი არ მოგიტანს ბედნიერებას, არამედ ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე, რომელიც გაგანთავისუფლებს ბახუსისა და ვენერას მონობისაგან. ამისთვის მან ჯვარი დაითმინა, ამისთვის მას ყვრიმალში სცემეს, ამისთვის გააკეთა ეს ყველაფერი და როგორ ფიქრობთ თქვენ, ჯვარცმული ღმერთის თაყვანისმცემელს შეშვენის ის დღესასწაული? მე მგონია, რომ არ შეშვენის. აი თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ჯვარცმული ღმერთის თაყვანისმცემლები ვართ, მაშინ არ შეშვენის. ჩვენ ჯულის კანონში ეს ქორწილზე გვიწერია, წარმოიდგინეთ, ქორწილზე წერია, რომ როდესაც ქორწილში მემღერენი და მოცეკვავენი შემოვლენო, ქრისტიანები ადექით და წადით, რადგანო ქრისტიან შეშვენისო დარბაისლურად ჯდომა და მუსაიფი. ამას რატო ვამბობ, ხო? რომ ქრისტიანი ნებისმიერ დღესასწაულს, რომელსაც აღნიშნავს, ყველაფერს უნდა დინჯად აღნიშნავდეს. არასდროს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ ის ჯვარცმული ღმერთის თაყვანისმცემელია. არასდროს ეს არ უნდა ავიწყდებოდეს. ეს იქნება ახალი წელი, ქორწილი, დაბადების დღე. არა აქვს შვილის დაბადება, არა აქვს მნიშვნელობა. ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ჯვარცმული ღმერთის თაყვანისმცემელია. ეს როგორც კი დაავიწყდება ადამიანს, შემდგომ ხდება უკვე მნიშვნელოვანი აი ეს ცეკვათამაში და ზღვარგადასრული დოსარება, რაც ესე ძალუმათ არის ჩვენში შემოსული. რა თქმა უნდა, ეს შეუძლება ძალიან ფესვგადმულია, ძალიან ძნელია მასთან გამკლავება, მაგრამ თუ ერთი ადამიანი არ შემოუშვებს მას, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, ბოლოს და ბოლოს არავინ არ შემოუშვებს და ამ შეუძლების გადაგდება შესაძლებელია. გაბრიელ ეპისკოპოსი ჩვენი იმერეთის ასეთ რამეს ამბობს, რომ რაც ძველი ჩვეულებაა, განა ყველაფერი კარგი არის. ადამიანმა გონებით უნდა გასაჯოს, რა არის მისაღები და რა არ არის მისაღები. სიძველით ეს არ განისაზღვრება. და მით უმეტეს ეს დღესასწაული ქართველებისთვის არც ისე ძველი არ არის. საკმაოდ ახალი შემოსულია ჩვენს ქვეყანაში ეს დღესასწაული, ამ დღესასწაულის ასე აღნიშნა. ამიტომ მე გისურვებთ, რომ ამ მოახლოებულ დღესასწაულს ქრისტიანულად შეხვდეთ, რომ არ დაკარგოთ მთელი ის მადლი, რაც ამ მარხვაში მოიხვეჭეთ და შემდგომ ცარიელები არ შეხვდეთ შობას და კიდევ მეორე ისე არ იყოს, რომ უფალმა გვითხრას მერე, რომელ ღმერთსაც ემსახურებოდიო, იმან გადაგიხადოს სამაგიერო. ღმერთმა ამისგან დაგვიყვანოს. უფალმა დაგლოცო და